სიყვარულითა და რუდუნებით მოგესალმებით ჩვენო ერთგულო მაყურებელო. არანაკლები პატივისცემით მინდა მეც მოგესალმოთ და ბედნიერი და მხიარული საღამო გისურვოთ. რის გარანტიასაც ჩვენ ნიკა და პატა და არა მარტო პატა და ნიკა ჩვენ შოუს ხომ მუსიკალურად ალამაზებს და კეიფისა და დროსტარების ხასიათზე გაყენებთ ქსოვრელები და გიორგი შოშიდაშვილი. სხვაგანაი ასეთ სინთეზს. ნუ ეხლა ორი ახალგაზრდა ვეღარ, მაგრამ კაი შუახას მიღწეული ორი იუმორისტი და ქსოვრელი. გადასარევით ამდენია, მაგრამ მე რა მაინტერესებს ისი ჩემო პატა? შენ ახლა თქვი შუახანს მიღწეული. ანუ გამოდის რომ სადღაც 100 წლამდე უნდა ვაკეთო ჩვენ ეს შოუ. რატომაც არა? რამე სხვა გეგმებია? ნუ ჯერჯერობით ისეთი არაფერი, მაგრამ ავნერვიულდი ახლა. რო წარმოვიდგინე როგორ მიყავს შოუ 98 წლის ნიკა არაბიძეს და 94 წლის მანდა გულიას. არაფერი ამან სანერვიულო ჩემო ნიკოლოს. კაცი რაც უფრო შედის ასაკში, უფრო სასაციო ხდება. არა მაგაში გეთახმები. რა გვაქვს სანერვიულო? ქალებმა იკითხონ, ეგენი ნერვიულობენ ხოლმე ასაკის მატებასთან ერთად ნაოჭებზე, კანის ხარისხზე. ისე მე ასაკი მეგონი ხმიდან დავეწყო. რამდენი რამეა საჭირო, ქალი რომ სულ ფორმაში იყოს. და კაც რა ენაღრება, შეისხი პირზე წყალი, გაიხეხე კბილი, ანუ აღარა გაქვს მაგის კბილი და წადი სამსახურში. შენ იცი რომ ახალი კვლევების მიხედვით ქალებში დაბერების პროცესი 22 წლიდან იწყება. რას მელაპარაკები? ანუ შესაბამისად კაცების ნერვული აშლობის პროცესი იწყება, მას მერე რაც ქალი 22 წლის გახდება? ეგრე გამოდის შემოძრაო და 40 წლის ქალი უკვე წინაპარია ფაქტიურად. მაგრამ პირიქითაა სოციალურ ქსელებში დააკვირდი 22 წლამდე ბერდებიან და 22 წლის მერე ინსტაგრამის ფილტრებით ახალგაზრდავდებიან ეგრევე. რაღაც ამბავში კარგიცაა ისე. 30 წლის რომ ხარ და პენსიას იღებ უკვე. ჯიბეში მიატრიკან ფეთი რო გაქვს. ესე იგი 20 წლის ცოლი რომ ყავს და 23 წლის გოგოსთან მიმოწერისას შეგისწროს ეგრევე გეტყვის შეუნამუსო. მაგ მოხუცებში გამცვალეო? არა და იმ დღეს გავიცანი, კაი ხანში შესული ქალი, ასე 28 წლის იქნებოდა. შენს მოგწონდა ესეთი ასაკში შესული ქალი. ისე როგორც გავიგე, ეგ კვლევა ჩაატარა 50 წლის მეცნიერმა. ხო და ეგ ისეთ ასაკშია, შეიძლება შეცდა კიდევაც. ან ძალზე იყო დამოღმილი და იმას გავუჩამიჩა. ალბათ თორე მაგ ლოგიკით 25 წლის გოგოროვა ამოვა ტრანსპორტში ადგილი უნდა დაუთმო და აბზანდით ბებო. მოკლედ შევაჯამოთ ეს კვლევა. ქალები 22 წლიდან იწყებენ დაბერებას, ხოლო კაცები ქალის გაცნობის დღიდან. და ქორწილს უკვე კაი ხანდაზმულები იხდიან. ბატონო, ქორწილზე გამახსენდა აი ამბავი, თურმე ფოტოგრაფმა, რომელსაც ქორწილში ჭამა არ აცადეს, გაბრაზდა და ყველა ფოტოც აშოვდა. ერთი ფოტო დაუტოვებია მარტო, სადაც მხოლოდ პატარძალია. როგორც ჩანს, ნახევარი ნაჭერი ხაჭაპური ქონდა ფოტოგრაფს ნაჭამი და ფოტოც ნახევარი დატოვა. კი ბატონო, ფოტოგრაფს რომ კითხეს სადაა ფოტოებიო, იმან სადა მწვადია. კარგით რა, დაუპასეთ ადამიანს შრომა. რაც მაგან ჩიტები გააფრინა სურათის გადაღების დროს. ერთი ნაჭერი კათმის ხორცზე არ უნდა ებუყნა? ეგ კი არა კიდევ კარგი, სიძემ პატარძალს მაინც აცა და ჭამათორემ. დარჩებოდა აი რა ხახამშრა. კაი და პატარძალია თურმე მარტო ბედნიერი. სამაგიეროდ ნიგვზიანი ბადრიჯანი იმდენი დარჩა, ერთი კვირა საჭმლის გაკეთება არ მომიწევს. ბოლოს თურმე შეწოდებია იმ ფოტოგრაფს წყვილი და უფრო მაგარი ქორწილის დისკი მიუცია 400 კაციანის. ამათ 200 კაციანი იყო და 400-იანი არ ჯობიაო, ხალხი გამოჩნდება უფრო ბევრი. რას ლაპარაკობ? ჯობია დამეწვა გული. ისა ხარო
ერთი ჩვენ ოპერატორებს უცებ კითხე ხო არია დაჭამები გადაცემის გარეშე არ დაგწო. გადაცვალე ვიშველი არ დამო. ჩვენ აქ ფოტოებზე ვდარდობთ და თურქეთის სასამართლომ სოციალურ ქსელებში საპირისპირო სქესის ადამიანების ფოტოების დალაიკება განქორწინების საფუძვლად მიიჩნია. დალაიკებაზე თუ იგეთი ამბავია, კომენტარის დაწერა ალბათ სახვერდა იქნება. კი ბატონო, თუ ცოლმა დალაიკების პროცესში წაგასწრო, იქ სცენები გაიმართება, აი თურქულ სერიალებში როგორცაა, ქუშტურუმ ბუშტურუმ. ხო, ამ კანონის მიღების მერე თურქეთში ამბობენ, მე დალაიკებულ ქარს ძლად სახში ვერ ნიკოს თურქეთში როგორც ვიცი, ქურდობაზე ხელს აჭრიდნენ დამნაშავეს და ამ დანაშაულისთვის ნეტა რაც მოაჭრია. დამანებე თავი თუ კაცი ხარ ფიქრიც არ ვიდა მაგაზე და აღარ გავიგონო ვინმე მთხოვოს გვერდი დამილაიქე. ამდენი წლის ნახშირებ ოჯახს მე ვერ დავაგრე. კი ბატონო, მოკლედ თურქეთში ყველაზე უსაფრთხო დამჯდარი ტელეფონი. გადავიდეთ შემდეგ თემას. სანამ თურქეთში ეგეთი ამბებია, ამერიკელმა ფერმერებმა ძროხებთან ფასიანი ჯახუტების შეთავაზება დაიწყეს. მეუბნები და რატომ? ვარი. რატომ და რძე გაიაფთა, ბიზნესი უვარდებოდა და ფულის საშოვნელად ეს მოიფიქრეს. აფსუს, რამდენი ვირი წდება კახეთში? ძროხას აღარ ჯობია ბჭო. თუ აკვირდები, რამდენიც წინ ვართ ამერიკაზე. სად იყვნენ ეგენი აქ დათთან ფოტოში ფულს რო იღებდა. კი ბატონო. ამერიკელი ბუღები არიან თურმე ნაწყენები. კითხონ მაინც ბატონო, ჩვენ ცოლებს რომ ეხუტებიან. ისე რა მაინტერესებს, ნეტა რა ღირს ეს ძროხასთან ჩახუტება. დაინტერესდი ხო? სხვადასხვა ფასები აქვს. კისერზე ხელის შემოხვევა $50, წელზე ხელის შემოხვევა $100, ხოლო ჯიქანზე მოტათუნება $200. მაგარი სისულელი არა, ესე იგი ძროხას უნდა ჩავეხუტო, თან ფული გადავიხადო და მერე ცოლს უნდა ვუმტკიცო, ეს ის არ არის, რასაც ჩემ ფიქრობ. აბა, ამერიკაში ძროხები ჩახუტებას ისე მიეჩვენენ, კისერში თუ არა გძრძეს გერ გაძლევენ ისე. ისეთი აი დიალოგი წარმოედგინე. ქმარი რომ ეუბნება ცოლს, მაცივარზე რომ ფული იდო მიავიღე, ძროხას უნდა ჩავეხუტო, დეპრესია მაქვს. აი ოჯახის დაანგრევა მე ნახე შენ. რა იყო შენც კიდე? მეგობრულ ჩახუტებაზეა აქ ლაპარაკი. მეგობრული იყო ისიც. რაზეც დაგვრცინია კახი. კაიგაც გადავიდეთ სხვა თემაზე ამიშალა ნერვები. ამერიკელებთან ჩახუტებაში ფულის გადახდა არ იკმარეს და მიცვალებულთან კომუნიკაციის საშუალება შექმნეს. მოიცა ვერ გავიგე, რა არის? რა და ტელეფონში იწერა აპლიკაციას და იმით ეურთიერთები მიცვალებულებს. ადრე როთებში დატრიალება იყო, ხო იცი? მაგის თანამედროვე ვერსია. ანუ რეკავდა ჯერ გეუბნებიან ხარისხის გაუმჯობესებით მიზნით, თქვენი საუბარი ცხონებულმა თქვენთან იწერა. კი ბატონო ეგრეა. უყურე, ამერიკაში ახლა შექმნეს ეგ აპლიკაცია და ეთერა 2 წელია გოგიას ელაპარაკება მიხოდა მაროში. ხედავთ რა თანამედროვე სერიალს ვიღებთ? მაგას არ ვამბობ მეც. ისე კარგია ვითომ ეგ აპლიკაცია ახლა. აქედან რო რეკავ კიდე არა უშავს, მაგრამ იქიდან რო დაგირეკავენ. ეგ მაინც და მაინც კარგი არ უნდა იყოს მე მგონი. იქიდან დარეკლის ჯობია არ უპასუხო. მაინც შევისთვის. ან აპლიკაცია პირიქვისკენ მიქნიას რეჟიმზე უნდა გადაიყვანო. და შეროცა გინდა ლაპარაკი მესიჯი მისდით იქ. თორემ გთხოვთ ჩართოთ ადგილმდებარეობის განსაზღვრელი სერვისები, რომ აპლიკაცია მიცოდეს რომელ სასაფლაოზე ხარ. პაპა ჩემსო დაურეკავ საკურთხზე რა გესიამოვნება თქო და რომ ითხრა შაქარი მაქვს მაღალი და კორკოტი არ გინდა მარტო ხაშლაბა წამოიღეო, როგორია? ისე კივე რა ვირბინ ერთი ბაბუჩების საფლავზე. Wi-Fi-ის როუტერი უნდა დავაყენო რა. წდება ხმაგაც რო ველაპარაკები არის ის კარგად. მაგ დროს Bluetooth-იც ადე. Bluetooth. ამ ნიუსზე დიდხანს გაჩერება არ შეიძლება და გადავიდეთ ცოცხლებზე. გეუბნები ვერ არიან თქვენს ამერიკელები კალიფორნიაში აგერ სხვენში ნაპოვნის სუპერმენის კომიქსი აუქციონზე $9 მილიონ გაიყიდა. აი ეს კომიქსი ნახებოდო.
ნორმალურები არიან რა ხარ. და ახლა მკურნალობენ დასუფთავების სამსახურის იმ თანამშრომელს, ვინც $30 ცხენის დალაგებას უარი. მე იტყვით ამერიკელები ჭკვიანურად ხარჯავენ ფულსო. რესტორანში кейფი არ ჯობია, სუპერმენის კომიქსის ყიდვა. ის სხვათა შორის მეც მაქვს შენახული ნაცარქექიას, ხუთკუნჭკულას და კომბლეს წიგნები. რამე იყოს, ვერ გავყიდი ეცი. მილიონ ნახევრად. რა იცი, არ მიჯო კომბლი ამერიკელი. გაუნათლებლები ეგერი, კომბლე რო არ გეწოდი. რა იცი კაცო, რა ხდება? წავიდე და ვალაგო თელავში ჩემი სხვენი ეგება ნაცარქექიას სადგისი მაინც ეგდოს სად. ნახat. მომისმინე შენის თუ იცი ირანის ხელისუფლებამ წვიმის ხელოვნურად გამოსაწვევად ღრუბლების დათესვა რო დაიწყო. და კიდე ამერიკელებზე ვიძახით ვერ არიანო. ამათ მოუხსნიათ რეკორდი. რა ღრუბლების თესვა კაცო როგორ ხდება ეგ? რა ვიცი, კი თესავედა. მაგრამ თუ არ გაწვივდა, რა სიხარებს ახლა ის? რადგან წვის მოსვლას ამდენი წვალება და ღრუბლების თესვა. გარეცხე მანქანა და 2 საათში წამოვაწვიმა. მე აცემაკ დაცდილი რა ვქნა. იქ არ ჭრის ეგ გეტყობა. მაგრამ ჩვენი ბედი რო ვიცი, კი გაიხარებს ის ღრუბლები იქ, მაგრამ დაბერავს ქარი, გადმოყრის ისევი აქეთ და თერჯოლას და ყარაგაულს ალეკა. და დღეისთვის ბოლო ამბავი. დუბაიში გამოსცადეს მფრინავი ბაიკები და პოლიციის მოტოციკლები, რომლებიც ციდან იპატრულირებენ. დიახჩება. ანუ რამეს რო დააშავე პატრული კი არ გამოგეკიდება. დაგაცხრება ქორივით თავზე. მფრინავი პატრული რომ მოგაფრინდება დუბაიში და გეტყვის, კაიფში ხარო, ხომ დაუძრა, შენ დაფრინავ და კიდე მე ვარ კაიფშიო. ხო, ახლა დუბაიში მართვის მოწმობის კატეგორიებსაც დაემატება. ხო იყო A, B, C, D და ახლა დაემატება P. დღეს რამადენი ხანი მოვდიოდი დიდი დიღებიდან. თუმცა რა ერთად არ მოვდიოდი. კი ბატონო, გზაში ვერაფერი მოვიგრეთ, სიმღერაც კი დავწერეთ მაქცევაზე. ხო არ ვიმღეროთ ბარემ ჩვენს ტელემაყურებელს. აპა, რისთვის წერ მე მაგ სიმღერებს თუ არ ვიმღერი აქ? კი ბატონო, სიმღერა საცობები.